აშშ ომი ირანის წინააღმდეგ ახალ გახანგრძლივებულ ფაზაში გადადის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 შაბათს ირანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოფხიზლდეს და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. უკვე ერთი კვირაზე მეტია, დიპლომატიური შუამავლების ცდელობები მტრულად განწყობილი მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან შედეგს არ იძლევა. ამიტომ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა მზად იყვნენ ირანის ხანგრძლივი საზღვაო ბლოკადისთვის. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მიიჩნია, რომ სხვა ვარიანტები, კერძოდ დაბომბვების განახლება ან პირიქით ომის დასრულება, უფრო დიდ რისკებს შეიცავს, ვიდრე უბრალოდ ბლოკადის შენარჩუნება. ტრამპი იმედოვნებს, რომ ირანის ეკონომიკაზე ზეწოლა, მათ შორის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა ქვეყნიდან, თეირანს აიძულებს ბირთვულ საკითხში კაპიტულაცია გამოაცხადოს. ამ დროს კი თავად თეირანში, როგორც ჩანს, ვერ იპოვეს ერთიანი პასუხი აშშ-ის წინააღმდეგობას. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული არხზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოფხიზლდეს და რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. მან განაცხადა, რომ თეირანში სახელმწიფოს კოლაფსი მოხდა და მათთვის უკეთესი იქნებოდა გამოსავალი ეპოვათ. თუმცა ზეწოლის ფორმა დონალდ ტრამპმა მაინც ოდნავ შეცვალა. გაზეთმა Wall Street Journal-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაბრუნებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, მზად ყოფილიყვნენ ირანის ხანგრძლივი საზღვაო ბლოკადისთვის, რათა აიძულონ ისლამურ რესპუბლიკა კაპიტულაციაზე წავიდეს. ჩინოსტემის თქმით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა თეირანზე ზეწოლა ეკონომიკის, განსაკუთრებით კი ზღვით ნავთობის ექსპორტის შეზღუდვით გააგრძელოს. რადგან სხვა ვარიანტები, როგორიცაა დაბომბვების განახლება ან ომიდან გასვლა, დიდ რისკებს შეიცავს. გარდა ამისა, კონგრესის ნებართვის გარეშე ტრამპს აღარ შეუძლია ომის აქტიური ფაზის გაგრძელება. მაგრამ ირანი ახლა აშშ-ისგან სურს მიიღოს რაიმე აღიარება მისი უფლების შესახებ ურანის გამდიდრებაზე. იმ მიზნებისთვის, რომლებიც როგორც ის ამტკიცებს, მშვიდობიანი და სამოქალაქო ხასიათისაა. ირანის მარაგი შეადგენს დაახლოებით 440 კილოგრამ, 60%-ით გამდიდრებულ ურანს. და ეს მასალა შეიძლება გამოყენებული იქნას რამდენიმე სახის ბიუთული იარაღისთვის შემდგომი გამდიდრების შემდეგ. და აი სამშაბათს ტრამპმა, რომელიც თეირანის მშვიდობის გეგმით უკმაყოფილო იყო, დაწერა, რომ ირანის სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე განადგურებულია და რეჟიმი უბრალოდ ეძებს ვინ დანიშნოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაცემულ პროექტში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს თავაზობდა თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტაზე და საზღვაო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმებას. საზღვაო მიმოსვლის აღდგენა. ხოლო ბირთვული პროგრამის საკითხი დროებით გვერდზე გადადებული იყო. ეს ვაშინგტონს არ აწყობს. და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ არა, ზეწოლას გავაგრძელებთ, რათა ირანი დაანებდეს. სამშაბათს ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ომს დასრულებულად არ მიიჩნევს. ტრამპმა კი სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ირანის მხარე აშშ-ის თხოვს მოხსნას საზღვაო ბლოკადა. иранских портов. Дальше его цитата. ირანმა ახლახან შეგვეთხოვინა, რომ კოლაფსის მდგომარეობაშია. ისინი ითხოვენ, რომ დაუხოვნებლივ გავხსნათ ხორმუზის სრუტე, სანამ ისინი ცდილობენ მოაგორონ სიტუაციას საკუთარ ხელმძღვანელობასთან, რაშიც დარწმუნებული ვართ შეძლებენ. ამავე დროს ირანის მაღალი რანგის წყაროებმა განაცხადეს, რომ თეირანმა აშშ-ის შესთავაზე თავისი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ეტაპობრივ მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა. პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებები. უკვე 2 თვე მიმდინარე ომის შეწყვეტა და გარანტიის მიცემა, რომ აშშ-ში მომავალში სამხედრო მოქმედებებს აღარ განაახლებს. შემდეგ მოლაპარაკებლებმა უნდა გადაეწყვეტათ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის საკითხი და ჰორმუზის სრუტის ბედი, რომლის გახსნასაც ირანი აპირებდა, თუმცა ნავიგაციაზე კონტროლის შენარჩუნებით. და მხოლოდ ამის შემდეგ თეირანის გეგმის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა სხვა საკითხების განსახილველად მოლაპარაკებების დაგეგმვა. მათ შორის ბირთვული პროგრამებიც. ამასთან ირანი სურს, რომ აშშ-ში აღიაროს მისი უფლება ურანის გამდიდრებაზე. მაგრამ პრობლემა დონალდ ტრამპისთვის აქ ისაა, რომ ასეთი პირობები მოგვაგონებს 2015 წლის შეთანხმებას, რომელიც ირანმა, აშშ-ში და სხვა მსოფლიო ძალებმა გააფორმეს, სადაც ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მაგრამ არ შეწყდა. და პირველ ვადაში შეგახსენეთ, ტრამპმა ერთპიროვნულად გააუქმა ეს ბირთვული შეთანხმება და არა ირანმა. ეხლა ყველაფერი ისევ იმავე პირობებისკენ მიდის. ანუ ტრამპი ხვდება, რომ თუ თეირანის პირობებს დათანხმდება, რეალურად არაფერი იცვლება. მაშინ რისთვის იყო საჭირო ეს მთელი ომი? კიდევ ერთი პრობლემა არსებობს.
ამჟამად ირანთან ომი არ არის პოპულარული ამერიკელ ამომრჩევლებში. საზოგადოებრივი ზეწოლა ადმინისტრაციაზე იზრდება, რაც თეთრ სახლს აიდულებს მოძებნოს ომის სწრაფად დასრულების გზა. და Reuters Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის რეიტინგი დაეცა ყველაზე დაბალ დონემდე. გამოკითხულთა წილი, რომლებიც ASHS-ის პრეზიდენტის პოლიტიკას ამტკიცებენ, 24%-მდე დაეცა. ახალი დაძაბულობის ნიშნები შეინიშნება ასევე ტრამპსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ იცის რაზე ლაპარაკობს, როცა საქმე ირანს ეხება. იქ ტრამპი საერთოდ პირად თავდასხმაზე გადავიდა და манипуლირება დაიწყო. აი ამის გამო არ მიყვარს ტრამპი. სწორედ იმის გამო თუ როგორ манипуლირებს. როცა მან თქვა თითქოს ფრიდრიხ მერცს უნდა რომ ირანა ბირთვული იარაღი მიიღოს, ფრიდრიხ მერცს ასეთი რამ არასდროს უთქვამს. იგივე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რომის პაპს უნდა ირანა ბირთვული იარაღი მიიღოს. რომის პაპს ასეთი რამ არასდროს უთქვამს. ანუ ყველა, ვინც ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, მისთვის ავტომატურად ირანის ბირთვული იარაღის მიღების მხარდამჭერი ხდება. აი რა თქვა სინამდვილეში ფრიდრიხ მერცმა. მან თქვა, რომ ირანის ხანგრძლივობა ჭკვიანურად თამაშობს და საჯაროდ აყენებს შეურაცხყოფას შეერთებულ შტატებს. ერთმა ასევე არ მიშნა, რომ მისი აზრით ტრამპის ადმინისტრაციას საერთოდ არ აქვს სამხედრო კონფლიქტიდან გამოსვლის სტრატეგია. ამავე დროს სოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ენერგომატარებლებზე ფასები საბოლოოდ 24%-ით გაიზრდება და მიაღწევს ყველაზე მაღალ დონეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სცენარის მიხედვით, რომის მიხედვითაც მიწოდებების დიდი ნაწილი უკვე მაისში განახდება. თუ არ განახლება, მაშინ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, როგორც იცით, სამშაბათს განაცხადეს, რომ 1 მაისიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა და OPEC+ ჯგუფს ტოვებენ, რაც მიუთითებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის უთანხმოებაზე ირანის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ASHS-ის ბლოკადას, გემების მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში მინიმუმ 6 ტანკერი, რომელიც ირანული ნავთობით იყო დატვირთული, იძულებული გაიგახდა ზღვაში შემოbrunებულიყო და ირანის პორტებში დაბრუნებულიყო. ირანის მთავრობის პრეზიდენტმა მიუხედავად ამისა განაცხადა, რომ თეირანი იყენებს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საოჯრო კორიდორებს, რათა გაანეიტრალოს ბლოკადის შედეგად. როგორც ჩანს, მათ აქვთ გზები ამ ბლოკადის გვერდისავლისთვის. და ბოლოს დავამატებ, რომ ომამდე ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად 125-დან 140-მდე გემი გადიოდა. ხოლო სამშაბათს ასეთი არც ერთი არ ყოფილა. სრუტეში გასული გემებიდან არც ერთი ნავთობის ტანკერი არ იყო, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე წავიდოდა. და როგორც ჩანს, შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდება. აქ 3 წელს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ახი და აწკაპომეთ ზარზე და არ დაგაუცნოთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.